საკმარისია თუ არა 1500 ლარი საცხოვრებლად უვარგისის სახლის აღსადგენად. მიქელაძეების მრავალშვილიანი ოჯახის შესაძლოა ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს. ამ დროისთვის სტიქით დაზარალებულები თავს ბარაკის ტიპის საცხოვრებლის ერთ ოთახს აფარებენ. მიქელაძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია. 4 წლის წინ მათ სტატუსი ნახევარი სარეცხი მანქანის გამო მოუხსნეს. ლაშა ჩორყილაძე, ჯენი კვანტალინი დეტალებით თამარის დასახლებიდან. პატარა ნიკა გაკვეთილებს ახლა დედასთან ერთად ამზადებს. დიასახლისი ერთადერთი მარჩენალის მოლოდინშია. არჩილ მიქელაძე დღეს სურსათის გარეშე დაბრუნდა. არ მუშაობ ამჟამად, თუ რაიმე ბიზიაზე თუ რაღაცა. გავალდა თუ არის სამუშაო, არის თუ არა მოვდივარ სახლში. არავინ სამთარია მით უმეტეს სამუშაო არ არის. მიქელაძეების 6 წევრიანი ოჯახი თამარის დასახლებაში 20 კვადრატულ ოთახს რამდენიმე დღეა თავს აფარებს. ნათესავმა ეს ფართი დროებით დაუთმო. მეზობლები ხვებიან, რომ დიდთოვლობისას მრავალშვილიანი ოჯახის ხის სახლის სახურავი ჩამოინგრა და მას შემდეგ აქ აღარავინ ცხოვრობს. ყოველდღიურ სარჩოს მეზობლები უნაწილებენ. ფართის მესაკუთრე დაზარალებულებს კი ოთახის რამდენიმე დღეში დაცლას მოთხოვს. ამ ოჯახს არ აქვს საშუალება რომ ეს აღადგინოს, ყავს 4 შვილი, ამჟამად სხვასთან არის შეფარებული. და რა ვიცი, რაც შეიძლება რომ დაეხმარონ და ეს 4 შვილი გარეთ არ დაუტოვონ. იაცის ფესვთებიან, ჩემი შვილი ბრუნდება სოფელში ახლა წასული. ამათ გამო რომ ისქნა შეეცოდო ახლა მეზობლებმა ახლა ამ დღეში ვერ გავაჩეჩერდით იმაში ქუჩაში. მან დუუთმეს ჩემი მისი ოთახები და გადმეიყვანა აქ. ისინი ახლა მათ კერას ეძებენ რომ რაც საშუალება ნახონ რომ ახლა მას უნდა დაბრუნება. სტიქიით დაზარალებულთა მუდმივ მოქმედი კომისია 13 თებერვალს შეიქმნა. მონიტორინგის ჯგუფის გადაწყვეტილებით 4 შვილიან ოჯახს ერთჯერადი დახმარება 1500 ლარი გამოეყოფა. კონკრეტულად აღნიშნულ განცხადებაზე იყო ეს შესწავლა მომხდარი და მოქალაქე აღნიშნავს განცხადებაში, რომ მას დაუზიან და სახურავი თითოების შედეგად და ეს კომისია ზუსტად ამ კომისიამ განიხილა უშუალოდ ეს საკითხი. დიასახლისი ამბობს, რომ 9 დეკემბრის შემდეგ ქალაქის თვითმმართველობამ ოჯახი 10 დღით სასტუმროში დააბინავა. დაზარალებულებს 2 თვის ბინის გირაც ჩაურიცხეს, თუმცა ამ თვეში მათ ყოველგვარი დახმარება შეუწყდათ. მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდანაც ამოღებულია. სოციალურ დახმარებას ერთი სარეცხი მაშინის საფუძველზე მომიხსნეს. ხო, თავრობას რომ გაითვალისწინონ მრავალშვილიანი ოჯახის მდგომარეობა და იქნებ მათი თვალით მოვიდნენ, ნახონ, შეამოწმონ თუ რა მდგომარეობა და თუ ამ მდგომარეობას 1500 ლარი დაკმაყოფილებით ანაზღაურებენ ჩემი ოჯახის გასაჯეს. მიქელაძეების 6 სულიან ოჯახს სტიქიამ სახთან ერთად რამდენიმე საოჯახო ინვენტარიც დაუზიანა, მათ შორისაა ტელევიზორი. სავარაუდოდ ოჯახის წევრები დღეს ჩვენს მიერ მომზადებულ სიუჟეტს ვერ ნახავენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ ამ რეპორტაჟის გასვლის შემდეგ მათი მდგომარეობა გამოსწორდება.